დიდი ხანია პრინციპში ესეთი შეხების წერტილი არ ყოფილა რა საპროტესტო ტალღასა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, რადგან პრინციპში ზაფხული იყო, ისედაც პარლამენტში არაფერი არ ხდებოდა, არავინ არ იყო და იშვიათად მოხდა ეს შეხება, გადაკვეთა ერთმანეთს შორის. და ეს ლოკაცია სინამდვილეში ქართული ოცნების ოფისის იქ ყოფნის გამო არ მომხდარა. ეს იყო თავიდან ჩანაფიქრი როგორც სიმბოლური ლოკაცია. ჩვენ, როდესაც მათედევიძე დააკავეს ზუსტად მაგ ადგილას, მათედევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შევიკრიბეთ ზუსტად მან და ახლაც ეგ ანუ პირველი ეს გეოგრაფიაში მელიქიშვილს აქ თავის ადგილი უკავია, იმიტომ რომ ეგ შარშანა იკვეთაზე რო პროტესტი იყო, მე იქ იყო დარბევები და ამიტომ ეფექტია. გამომაცოცხლებელი ეფექტი ზუსტად მაგის მომდევნო ამბავი არის ეს მათეს და რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის დაჭერა და სიმბოლური ადგილი იყო რა. ჩემთვის უფრო გაუგებარია ქართულმა ოცნებამ რატომ გადაწყვიტა რომ ანუ მაგ ეგ ადგილი აერჩია მაინც თავისი ოფისისთვის, როგორც ჩვენ საკმარისად თავი ანუ არეგონა ოფისი გორგასალ ერთგვარი საზოგადოებრივი მისაღებივით არის ეგ ყველა არჩევნების წინ აწყობენ ხოლმე ადრე რუმში კონდათ ერთხელ გაკეთებული თავიდან კალაძის პირველ არჩევნებზე და ნუ თავარ ქუჩაზე უნდა გააკეთო ხოლმე და სავარაუდოდ არ ელოდებოდნენ ჩემს რომ მან რაიმე დაპირისპირება შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ იქ რაღაცა უბანშიც არის ხოლმე რაღაცა ლოკაციები გახსნილი და იქ როგორც წესი მსგავსი დაპირისპირება არ ხდება. და ის რომ უცებ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ უსაფრთხოდ შევიდნენ და უზედმეტი ყურადღების გარეშე ამ ოფისის გახსნაზე თუ ის მოსანახულებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ჩვენთვისაც როგორც პროტესტის მონაწილეებისთვისაც, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მართლა პირდაპირ შეგიძლია დაანახო ამ ადამიანებს, რომ არ ხარ შენ მიმღები, არ ხარ შენ გამტარი, ისინი კომფორტულად ამ ქალაქში ვერ ივლიან რა.